ხანია გორში მაწანწალა ბავშვების გამოჩენა აღარავის უპირს. რამდენიმე წლის წინ ქართლის დედაქალაქში ამას სენსაციად ჩათვლინენ. დღეს კი მათ ყველგან ნახავთ. თვით ქალაქის მერიის შენობაშიც კი. ჩვენი გადამღები ჯგუფი მათ სწორედ მაშინ წააწყვეტა, როდესაც ბავშვები პრეზიდენტის წიგნობულის კაბინეტთან მოწყალებას თხოვლობდნენ. ტელეკამერის დანახვაზე ბავშვები შენობიდან გაიქცნენ. ჩვენს კითხვაზე არის თუ არა პოლიციის დამსახურება მაწანწალა ბავშვებში არსებული შიშის სინდრომი, ასეთი პასუხი მივიღეთ. ეს საერთო სინდრომი არ ვარ. თქვენ ასაკ შეხედეთ, რაც 7-8 წლის ბავშვები არის. იმას აეშინია ალბათ ყველა. მაგიტომ ვიძახი რომ ამასთან საუბარია. ჩვენ ვესაუბრებით, რამდენჯერ გქონდეს ისი. და აი თავის ეს საინტერესო თავის ცხოვრებას რა აქვს სახში, როგორ უჩინს, დაუბედურება აქვს მის თავზე და ამას განსაკუთრებული ეს მე უკვე საგანგაშოა იცით. რომ ამ კონტინგენტს ჩვენ მე გავაწლებით და მივიღებთ სრულიად ჩამოუყალიბებას. ცოტა სხვა მიმართულების მქონე ბავშვებს მივიღებთ. ეს უკვე მომავალი თაობაა. კორელის სამართალდამცავები თვლიან, რომ ბავშვებსა და პოლიციას შორის შეხების წერტილი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა არსებობდეს. არასრულწლოვანთა შორის მუშაობას ყველაზე ბოლო კატეგორია უნდა ჰქონდეს პოლიცია. პოლიციის კარებს რო შემოაგებს არასრულწლოვანი, ის უკვე სხვანაირად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ სულ თითებზე ჩამოსათვლელი მუშაკები გვყავს და რა უნდა გავაკეთოთ? მხარეში სულ მთლიანად აღებულმა 14-მა არასრულოვანთა საქმეების ინსპექტორმა. მთლიანად მხარეში. ბავშვი აღზრდა ცოტა ფაქიზეა აქ პოლიციის ჩვენ არა გვაქვს ისეთი ასე ვთქვათ მექანიზმი, რომ მასთან ასე ვიმუშაოთ. მაინც ბავშვის შეგნებაში პოლიციელი მაინც ეს არის ცოტა ადმინისტრირებული ამ ორგანოს წარმომადგენელი და ცოტა სხვანაირ ურთიერთობებს სახავს. არის შემთხვევები, როდესაც ბედის ანაბარა ქუჩაში მოხეტიალე ბავშვები კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გავლენის ქვეშ ხდებიან. დაიხია უკან მშობლის პოზიციამ, სკოლის პოზიციამ, პედაგოგის პოზიციამ. აი ბავშვი თითქმის დარჩა ესე რაღაც გარემოში. აგერ შედეგი ახლა მაწანწალებით არის სავსე. მარტო მაწანწალებზე არ არის, ჩვენ გვაქვს ინფორმაციები არასრულოვანთა შორის პროსტიტუციაზე, არასრულოვანთა შორის ნარკომანიაზე შემაშფოთებელი ინფორმაციებია. მაგრამ ამით როგორ შეიძლება 12 წლის ბავშვს მშობელი არ ატყობდეს რა მდგომარეობაში მიდის ის სახლში. ან სკოლაში არ ატყობდნენ ის რას აკეთებს. ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა მუშაობა არასრულწლოვანთა მიმართ. რამდენიმე დღის წინ ქარელის მესამე საშუალო სკოლაში არასრულწლოვანთა კომისიის გამსწრელის ხდომაც შედგა. თუმცა ეს პატარა ადამიანები ისევ დაეხატებიან გორის ქუჩებში, ისევ თხოვლობენ მოწყალებას და ამ საშინელი გზით იწყებენ ცხოვრებას. მე არ მეკითხს რომ ბავშვი იქურდებს, იცით ეს ძნელია გასმა ის ოჯახს გადავხედავთ, გაჭირებული იცით ეს ძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არის. მაგრამ არც ის არის ახლა გამორიცხული, ზოგი ვინმე ამაზე ხელს ითმობდეს და უკვე ორგანიზებული სახემის ამ ბავშვების მაწანწალობას რაღაც შეიძლება იდგეს სათავეში და აგერ ამათხოვრებს და მე ამ ფულის გაყოფა ხდება, მაგრამ ეს მაინც ისეთ პლანზე არ არის, ალბათ მეტი წილი ამ ბავშვები ჩვენ რა ინფორმაციებიც აქვს გადამოწმებულია, გაჭირებული ოჯახების წარმომადგენლებია, ზოგი ობოლიც არის და ასე თქვა ამითი ირჩენს თავს.